Sad vivdivat es? Armenia saat არის მე ერევანში? ხო და ერევანში რა უნდა გავაკეთოთ? Jello concert. და იცი შენ ჯილო ვინ არის და ხო. საიდან იცი? I know. But შენ ჯილოს ფენი არა ხარ? არ გიყავს ჯილოს No, მუსიკა? მე მიყვარს concerts. კონცერტები გიყავს, მაგრამ ჯილოს ფენი არა ხარ? მაგრამ მაინც წავიდეთ. ხო. Okay. როგორ მოგწონს სომხეთი? ერევანი როგორ მოგწონს? კარგად? და ჯერ რა ნახე? ცა როგორია ცა? კარგი? შეგენ. მოკლედ საინტერესო ამბები ყოველთვის ხდება. ჩვენ დავაბუკინგეთ, ანუ დავჯავშნეთ სასტუმრო ერევანში, მაგრამ იმის გამო რომ ძალიან დიდი მოთხოვნა სასტუმროების, თუმცა დაგვიდასტურეს სასტუმრო, მოვედით სასტუმროში და გამოგვიცხადეს რომ აღარ არის თურმე ოთახები და დავრჩით აი ესე ჰაერში. გადავრეკე რამოდენიმე სასტუმროში, არსად არ არის თავისუფალი ოთახები და აი ესე ვზივართ ახლა და საერთოდ ჰაერში ვართ გამოკიდულები, მაგრამ ქვეყანაზე არიან კარგი ადამიანები და უძრავი ქონების ასოციაციის წევრმა, ჩემმა მეგობარმა, რუსტამმა, რომელიც არის გადასარევი ადამიანი. და ამერიკათან მითხრა რომ დღეს თქვენ ჩემი სტუმრები ხართ და ეს ადამიანი მოვა და წამიყვანს და აი ესე კეთილი ადამიანებით სავსეა სამყარო. ძალიან მიხარია რომ სიკეთე ყოველთვის არსებობს. ძალიან კარგია რომ არსებობს ესეთი სიკეთე. აი ესეთი თავგადასავლები ხდება. ჯენიფერ ლოპეს ჩამოვედი შენს კონცერტზე, მაგრამ ის კი ვერ ვიფიქრე რომ შენმა კონცერტმა მთელი ერევანი გადატვირთა. ანუ ბევრი ბიზნესი შემოუტანა ერევანს. სასტუმროების ფასები ავარდა ჰაერში, მაგრამ ფასებს ვინ ჩივის? საერთოდ სასტუმროები არ არის. უბრალოდ ფიზიკურად არ არის. ყველაფერი გადატვირთული. თუმცა 4ჯერ თუ 5ჯერ შეუკვეთე სასტუმრო და 5ჯერვე გამიქენსელეს. ანუ ეს დადასტურებული სასტუმრო იყო, ფულიც მომიხსნეს ანგარიშიდან, მოვედი სასტუმროში და აქ ადგილზე გამიქენსელეს სასტუმრო. წარმოგიდგენიათ და დამტოვეს ჰაერში. აი ესეც ხდება. ძალიან ცუდი customer service-ია. ანუ ეს არის ძალიან ცუდი ბიზნესი, ცუდი რეპუტაცია. აი ხო ვფიქრობ, დაუწერო ცუდი review ამ სასტუმროს თუ არა. ნუ არ მიყვარს ეს ბოროტება და რა ვქნა ახლა, არ მინდა რომ დაუწერო. ეს ხო ჩვეულებრივი ადამიანებია, რომლებიც ამ review-ებზე დამოკიდებულები არიან და არ მინდა ეს ბოღმა და ჯავრი დაუწერო ადამიანებს, რატომ? ნუ არ შემიძლია. ეს ხო ვიღაცის ოჯახია, ვიღაცას შვილები ყავს. აი ამ საქმიანობაზე დამოკიდებული და რა ქნა ახლა ამათაც სჭირდებათ ეს ფული. შეიძლება ვიღაცა მეტი ფული შესთავაზა და უცბად დაჯავშნეს და მისცეს ეს ოთახი და დაიკიდეს რა გიზოლჯარმელი და სალონი. მაინც არსებობენ კარგი ადამიანები და სასტუმრო გამოგვივიდა. მაინც რაღაცნაირად არ ვიცით ახლა 1000-ნაირი გზებით რაღაცნაირად კეთილმა ადამიანებმა სასტუმრო შემოგთავაზეს და მე და სალონე ქუჩაში არ დავჭით. გამოვედით ახლა ერევნის რესპუბლიკის მოედანზე და ვათვალიერებთ მოცეკვავე შადრევნებს. წავედით. Anyone who is still at home? Good. Beautiful. ძალიან ლამაზი ქალაქია ერევანი. ხა ჩვენ თბილისში ვერაფერი ვერ შეედრება. რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენი სომეხი მეგობრებიც ცდილობენ. შეთესური ძალიან მეგობრულები არიან. გარავედით. არა, კიდე შვილი წამი. რა ბედნიერებაა რა, როდესაც იცი რომ არის ადგილი, სადაც შეიძლება დაიძინო, ხო? ხო არის ბედნიერება. გაიგე რა ვთქვი? აბა რა ვთქვი? What did I say?
And we were very lucky to be back in the room. Yeah, so happy to have a place to sleep. I was thinking that we're gonna sleep in airport tonight. I'm very glad that they took sympathy on us. Thank you.